გურჯაანში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრში მიმართვიანობა გაიზარდა. ამ ეტაპზე 140-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ემსახურებიან. ადრეული ინტერვენციის სერვისს იღებენ 0-დან 7 წლამდე რისკმყოფი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 7-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირები. მათი განვითარებისთვის ტარდება როგორც კომპლექსური და ინტენსიური, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიები. მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია დიას ხელმძღვანელი დიანა ხაზარაძე მშობლებს მოუწოდებს, რომ პატარები ადრეული განვითარების ცენტრში დროულად მიიყვანონ, რათა შედეგი მიიღონ. ყველა მომსახურება უფასოა. გურჯაანის ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს გურჯაანში უკვე 5 წელია. ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისი ემსახურება ნებისმიერი რისკმყოფ 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ჩვენ სერვისში ამჟამად დადის 140 ბავშვზე მეტი, ანუ 5 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ბავშვი მიმართა ჩვენ სერვისს, აქედან ნაწილი გავიდა 7 წლისზევით და დანარჩენი კიდე უკვე ეს პრობლემა აღმოიფხვრა და გავიდნენ სერვისიდან. აუცილებლად მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ბავშვი თქვათ 1 წლის ასაკში არ რეაგირებს სახელზე, ან არ ამბობს 5-დან 10 სიტყვამდე, ბავშვი არ თამაშობს ფუნქციონირად, არ აქვს ურთიერთობა ბავშვებთან, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს მშობელმა ადრეული ინტერვენციის სერვისში, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას და არ მივიდეს შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე სტატუსამდე.